ესე პოლიტიკური თემები უკვე ცნობილია, რომ ალტერნატიული პარლამენტის მისამართი ორთაჭალა ახალი მემარჯვენეების ოფისი იქნება. ოპოზიციური საკანონმდებლო ორგანო ხელისუფლებასა და იმ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და გადაწყვეტილებებს გააკონტროლებს, რომელიც 10 ივნისს უნდა შეიკრიბოს. კონსულტაციების საგანია, ვინ იქნება სპიკერი და რომელი სუბიექტი რამდენ წელს შეიყვანს კვოტების საკუთარ საარჩევნო შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა რა სამართლებრივი სტატუსი ექნება ალტერნატიულ პარლამენტს უცნობია. მართველი პარტია ოპოზიციას ამ გადაწყვეტილებაში საფრთხეს ხედავს. ნაციონალები შიშობენ, რომ შესაძლოა ის პრეცედენტი განმეორდეს, 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. გაერთიანებული ოპოზიცია და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ბარიერი გადალახეს, არ შედიან პარლამენტში, მაგრამ ამ ხელისუფლებას იმის სიამოვნებას ნამდვილად არ მივანიჭებთ, რომ ჩვენ რა კანონებს მიიღებენ, არ ვაკონტროლოთ, ბიუჯეტი როგორ შედგება და როგორ დაიხარჯება, ეს არ ვაკონტროლოთ. ამ მიზნით ჩვენ ვთვლით, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გასული არიან პარლამენტში და რა ვარაუდიც გვაქვს ჩვენ, რა პროცენტით უნდა გავსულიყავით, აი ამათგან შეიქმნება ალტერნატიული პარლამენტი, წარმომადგენლობითი პალატა, პარლამენტი განთავსდება აქ, ჩვენს ოფისში, ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველანაირი ტექნიკური საშუალება, ფართობიც გვაქვს. ჟურნალისტებიც იქნებით და თქვენთვის საგანგებო ადგილი იქნება გამოყოფილი, ექსპერტებიც იქნებიან მოწვეული და თითოეული ის კანონ პროექტი, რომელიც მეტნაკლებად ყურადღებას იმსახურებს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქვეყნის ბიუჯეტი იქნება ჩვენი მხრიდან განხილვის მსჯელობის საგანი. ალტერნატიული მე გამიგია საბავშვო პარლამენტი გამიგია ასეთი ნამდვილად. მე მახსოვს საქართველოს ისტორიაში ესეთი რაღაცეები როგორ დაიწყო და რითი დამთავრდა და მხოლოდ ძალიან ესეთი წინ დაუხედავი ხალხი ყოველთვის აბიჯებს ერთ და იგივე ფოცხს, რომელიც შეიძლება საერთოდ ცუდად მოგიბურდეს. თუ თქვენ არ გახსოვთ, შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები 90 წლის პარლამენტის შექმნის შემდეგ როგორ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ალტერნატიული პარლამენტი და რით დამთავრდა ეს საქართველოს. თუ ჩვენ კოლეგებს სურთ ამ გზით წაიყვანონ საქართველო, ბოდიში, მაგრამ ამ გზას პერსპექტივა არ აქვს.